თქვენთანაც უნდა დავიწყო ამ ავტორიტარიზმის გზაზე შემდგარი რეჟიმის ნაბიჯით, რომელიც დღეს სასამართლოში იყო კვლავ აქტუალური. ვიცით, რომ გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება გამოცხადდება 2 დღეში, 18-ში, 20-ში არის თქვენი ლიდერების გადაწყვეტილება დიდი ვარაუდით და ხვალ ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით პირველი განაჩენი დადგება წულუკიანის კომისიაზე. არ მისვლის გამო, ანუ რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ციხეში უშვებს ამ ხალხს ამის გამო 1 წლით თუ აჯარიმებს. რა პროცესია ეს, აი გახარიას მიმართაც საერთოდ სხვა საფუძვლით, ჩორჩანას საგუშაგო საფუძვლითაც აღძრეს საქმე. მოკლედ ყველას ჩაიდანს ყურს, აიდანაც გინდა იქედან გაუკეთებო. დაახლოებით ეგეთ პროცესს ვადევნებთ თუ არა ახლა ჩვენ თვალყურს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, პროცესი, რომელიც ჩვენს თვალწინ არის ძალიან ცხადი პროცესი. მე ვფიქრობ, არავითარი ინტერპრეტაციის საფუძველს აღარ ტოვებს. ეს არის ძალიან მარტივად საქართველოში პოლიტიკური პროცესის სრულად დაცამარების ძალისხმევა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ 10-მდე პოლიტიკურ ლიდერზე არის უკვე აღძრული საქმე. მათ შორის ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზე, ის როგორც ყველა იმ პირზეც უკვე არის გირავს არ გადახდის გამო საპატიმროში, ასევე გიორგი ვაშაძეზე და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ის ფაქტობრივად ერთადერთი თუ არ მეშლება პოლიტიკური ლიდერი, რომლის მიმართაც ჯერჯერობით არ ყოფილა საქმე აღძრული, საუბარი მაქვს გიორგი გახარიაძე, რომ ახლა მის წინააღმდეგაც ხდება, რა თქმა უნდა, საქმის შეკერვა. რისი საფუძვლები ჩვენ დავინახეთ მაშინ, როდესაც ჩორჩანას გამშვები პუნქტის თემა იქნა შემოტანილი პირველ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაზე, როდესაც მივიდა ბატონი გახარია. რაც ჩემი აზრით ჩვენი ეს შეცდომა, თუმცა ამ მუხლით მის მიმართ ვერ დაიწყეს დევნა. პირველი ვინც დაიბარეს, ყველა შევახსენებ, იყო მამუკა ხაზარაძე, პირველი ვინც უარი თქვა მისვლაზე იყო აგრეთვე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად პატიმრობის რისკისა, ეს ჩვენთვის არაფერს არასდროს არ ცვლიდა და არ შეცვლის, ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან კარგად გააზრებული, რომ ცხოვრობთ ავტორიტარიზმის ხანაში, სადაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი პოლიტიკურად აქტიური პირი იქნას დაკავებული აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე, ეს არაფრის არ სიურპრიზი და შოკი არ უნდა იყოს. შესაბამისად, ხო, პირველი ვინც დაიბარეს იყო მამუკა ხაზარაძე, შემდეგ დაიბარეს ბადრი ჯაფარიძე, შემდეგ დაიბარეს ყველა სხვა ლიდერი და ვხედავთ, რომ ის ერთადერთი პირი, ვინც თქვა მივიდა და შესაბამისად ამ მუხლით ვერ იქნებოდა დევნის საგანი და ვერც შესაძლო პატიმრობისა, სხვა მუხლით არის ახლა ესე იგი გასამართლების საგანი, ხო, მეტი ალბათობით ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი პოლიტიკური მართლობის პროცესი. ამბავი არის მარტივი, ძალიან მარტივი. ეხლა თავარი არის ჩვენ რას გავაკეთებთ, ჩვენ რა დასკვნას გამოვიდანთ ოპოზიციური სპექტრი, საქართველოს დემოკრატიული ძალები აქედან. ამბავი არის ის, რომ ივანიშვილის მცდელობა არის გააუქმოს პოლიტიკური პროცესი. მას ღია დააქვს ნათქვამი 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას, რაც შემდგომში პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა და სულ ბოლოს გაიმეორა არაერთხელ თეა წულუკიანმა და თქვენს რომ ისინი აპირებენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. მათ მიზანი, რომ უნდა დავინახოთ, არის პოლიტიკური პროცესის სრულად გაჩერება და გაუქმება და ნებისმიერი ძალისხმევა, ჩვენ ძალიან ბევრ ძალისხმევას ხედავთ მათგან მიმართულს იმისკენ, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს და არც არჩევში არ გავიდეს, არც იმსჯელოს, არაფერი გააკეთოს. ისინიც უწყობენ ხელს სამწუხაროდ ამას და მე ვიცი ძალიან გაუცებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ჩვენ ხედავთ მოცემულობას, ვიცით, მათ შორის ვკვლევით, რომ ერთიანი ფრონტის შემთხვევაში შესაძლებელია რაღაცის შანსი იყოს, უმცირე ბრძოლის ახალი ველის შექმნის შანსი, რაც დასტურდება და ჩვენ მაინც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვხედავთ რა სურს ივანიშვილს. ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხს თქვენ განიხილავთ როგორც ახალ შანსს, ბატონო გრიგოლ? ახალ შანსს განიხილავთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობაში მონაწილეობას არჩევნებში, თქვენ განიხილავთ ახალ შანსად? მე განვიხილავ და ჩვენ განვიხილავთ ერთით მეტ შესაძლო შანსად და ეს თქვით, ხო, როცა დავიწყეთ ამაზე მსჯელობა, თქვით, რომ ეს პირველი არ ანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ეს ერთი, მეორე, ეს ვერ ჩაანაცვლებს და არ ჩაანაცვლებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, ეს ორი და სამი, ეს შეიძლება იყოს სწორი ერთიანი შეტევის შემთხვევაში. შეიძლება იყოს სერიოზული შანსი. ახლა დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი კოლეგის ელენა ხოშტარიას ესე იგი ბრიფინგი, სადაც დიდი ბოდიში, მაგრამ ითქვა სიცრუე, რომ თურმე ამ კვლევის თანახმად 70% არ მივა
ასე იგი არჩევნებზე. ეს არის მეგობრებო სიცრუე, მაბადიეთ. მე იმედი მაქვს ეს მხოლოდ იმითია განპირობებულია სოციოლოგიური ინტერპრეტაცია ვერ მოხდა სწორად ამ კვლევის. ნახეთ, ძალიან მარტივია დამასვლა გამოეხმაურონ, ეს უფრო ტყვილი არის და ტყვილით არ შეიძლება რომ არგუმენტები იგებოდეს და არც მანიპულირებით არ შეიძლება რომ არგუმენტები იგებოდეს. არგუმენტები ბევრი არის ორივე მხარეს, მაგრამ მოდით არგუმენტებზე ვილაპარაკოთ და არა მანიპულირებულ ინფორმაციაზე. ამ კვლევამ ხაზი მინდა გავუსვა, რომელშიც კითხვა დაისვა, ხო, უნდა თუ არა ამ მომრჩეველს იხილოს ოპოზიცია. 54% თქვა კი. ეს იყო პირობითობის გარეშე, დათქმის გარეშე და სხვადასხვა მოდელების შემოტანის გარეშე. შემდგომ იყო დასმული კითხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ან მანამდე უნდა ჩატარდეს თუ არა საპარლამენტო არჩევნები. ნახეთ, ეგ იყო შემდეგ დასმული კითხვა, ხო? მე გეუბნებით რას, რომ კითხვა იყო, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. აბსოლუტური მონაცემი, ანუ ავტონომიური შედეგი, აი ამ კითხვის პასუხი, მარტივად ვიტყვი, 54% შემთხვევაში. ოპოზიციურად განწყობილი 54% შემთხვევაში იყო კი, უნდა მიიღოს. შემდეგ კითხეს, ის კითხვა, რომელსაც თქვენ ბრძანებთ. ეგ დათქმა კი არ იყო იმ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ეგეთი ცალკე დასმული კითხვა იყო, კი ბატონო. დიახ, შემდეგ კითხეს, სურს თუ არა ადამიანს საპარლამენტო არჩევნებიც. რა თქმა უნდა სურს, როგორც ნორმალურ ადამიანს არ სურდეს რომ ორივე ჩატარდეს. ჩვენ თვითონ ვიბჯვით ამისთვის. ამდენი თუ ეუღე, ხო? 6 თვეზე მეტია ვიბჯვით იმისთვის რომ ჩატარდეს პირველ რიგში და უმთავრესად ახალი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ მაგის გარეშე ხაზი მინდა გავუსვა. პოლიტიკური ვითარება ვერ გადაიტვირთება. ჩვენ ვერ გვექნება დემოკრატიული ლეგიტიმური ინსტიტუტები, რომელიც ასაყავს ხალხის ნებას. ამაზე ორიაზე არ არის და არც არსებულა. ეს არ იცვლება, ხაზი მინდა გავუსვა. პროტესტი არ იცვლება. თუ ჩვენ ერთიანი ფრონტით შევძლებთ გასვლას, ამ შემთხვევაში იმ მოდელით, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და ჩვენ ძალიან ფართო ვართ კარგი იდეებისთვის, ხო, ძალიან ფართო ვართ გახსნილი კარგი იდეებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი პარტიული პოლიტიკური ინტერესი არ გაგვაჩნია. რაღაცა პარტიული იდენტობა, ნომერი და სხვა მითვალის კანდიდატების სიაში ეგ არ არის ჩვენი ინტერესის საგანი. ძალიან ღიად ვამბობთ. ჩვენი ინტერესის ერთადერთი საგანი არის გამარჯვების ფორმულის გამონახვა და პოლიტიკური პროცესის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება. იმიტომ რომ დიდი ბოდიში ახლა ჩვენ ვუყურებთ რაღაცა კომიკურ იდეებს, მაპატია დამასაც სახელო დავარქვა, რაღაცა ინტერნეტ პოლს, რომელიც გააკეთა ზოგიერთმა კოლეგამ და თურმე 4 ოქტომბერს უნდა მოვიწვიოთ ყველა ადამიანი და რამდენიმე საათში დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი. ახლა იგივე პოლიტიკოსი ამბობდა რომ 4 დღეში დამთავრდებოდა რეჟიმი. იგივე პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ გეტყვით ამბობდა რომ 4-5 დღის ამბავი იყო რეჟიმის დასრულება. მე ხა არ მინდა მიწილობიცილოში შესვლა. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვითმენთ. ძალიან ბევრ რაღაცას მინდა თქვა. ძალიან ბევრ საქციელსაც ვითმენთ. არ პასუხობთ. იმიტომ რომ ეს არ არის საერთო საქმის ინტერესებში. ბატონო გრიგოლ, აი თქვენ ძალიან ბევრ უხერს რატომ ტოვებთ ამას? ჯერ კიდევ გრჩებათ. კი ბატონო, და არ დაგიწყეთ აზრს. როდესაც მე კითხვას ვცვა, ნახეთ, და მეორე მხარეს ვისმენ, რომ თურმე 4 ოქტომბერს უნდა გამოვიდე და დავასრულოთ რეჟიმი. ახლა იგივე ადამიანი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოეხსნა ციხიდან. საკუთარი პარტიის თავმჯდომარის შეცვალა ამის გამო. ვახსოვს, ხო? ძალიან დიდი ამბავი, რომ გამოიხსნა სააკაშვილს. გამოიხსნა სააკაშვილი უკაცრავად. 4 დღეში დასრულდა რეჟიმი. მე არ მინდა რომ ნიჰილიზმი დავთესოთ და ყველას მოუწოდებ ამიტომ. ძალიან გთხოვთ რა პასუხები, გადასარევი გაგვაჩნია. მაგრამ შევინარჩუნოთ კოლეგიალური ეთიკა და ამას არ ვამბობ ყალბი რიტორიკის რაღაცა საგნად. რატომ გაქვთ ეს სტრატეგია არჩეული? ეს არის მოდელიდან გამოვიდეთ. მსჯელობაზე წინასწარ არის პოლშევიკი. აი ხა ვიღაცებს უკითხავთ მე ჩემი გესმით ბატონო გრიგოლ? ჩემი გესმით? უბრალოდ ჩაკითხვა მინდა ამ თემაზე, რატომ იკავებთ თავს? ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი თქვენი, რომ თავს იკავებთ პასუხებისგან, თუ ეს არის ჯერ კიდევ იმედი, რომ ერთიან სტრატეგიაზე მაინც შეთანხმდებით? ორივე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც სწორი და მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ პასუხები არგუმენტებზე ყველაზე გაგვაჩნია. ჩვენ არ შემოსულართ ამ ჟელობაში იმ რწმენით, ქალბატონო, რომ ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტება. ჩვენ ვთქვით, რომ აქ არის კვლევა გეუბნება რაღაცა თბილისის 50% გეუბნება, რომ არჩევნებში უნდა ნახოს ოპოზიცია. ცოტა არის?
ვინმე მეტყვის ცოტა არის? ვიღაცამ შეიძლება გითხრათ რომ საკმარისი არ არის. იქ მეორე ციფრად მოყავთ ასევე წამსვლელთა რაოდენობა, რამდენი წავიდოდა ამ არჩევნებზე. ხვალ რომ არჩევნები იყოს. ეხლა ვიღაცამ რაღაცები იჩხირკედელავა და დათვალა, ესე არ შეიძლება. თქვენ გითხარით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, რამდენი მიდის ამ კვლევის მიხედვით? ჩვენ ვხედავთ რომ 54% კაფიოდ უჭერს ყოველგვარი დათქმის და წინაპირობის გარეშე ამ არჩევნებზე ესე იგი მონაწილეობას, მაგრამ ნახეთ, თავარი რა არის? თავარი ერთობის დაკვეთაა ძალიან დიდი. ჩვენ რა ვთქვით თავიდანვე? ირაკლი კუპრაძემაც, მეც არაერთ ეთერში, მამუკა ხაზარაძემ, ასე ყველა კოლეგამ აბსოლუტურად ვთქვით რა, რომ მეგობრებო, დაკვეთა არის ძალიან დიდი ერთიან ფორმატზე. ეხლა ხომ ვიკითხოთ, ერთიანი რაში რაღაც უნდა გააკეთო, ხო? მარტო ის რომ მე იქ არ მივალ, ამაში არ შევალ, ეგ არის პოლიტიკური პოზიციონირება, გასაგებია. და რა ვიცი, ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც ევთქვით, ხო? რა ვიცი, პირველი ვიყავით, ვინც თქვა რომ არც კომისიაზე მივიდოდა, არც პარლამენტში შევიდოდა, დავტოვეთ მანდატები, დავტოვეთ, რა ვიცი, ხელფასი, ლელო აქამდე თანმიმდევრული იყო, ყველა ნათქვამი მან შეასრულა. თუმცა ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა ძალიან მწვავე საკითხად იქცა. გრიგოლ და მე რატომ მკითხეთ წინა კითხვა, ფაქტობრივად რესურსი ერთიანი პოზიციის ამ ეტაპზე არ ჩანს, ძალიან ცალსახაა პასუხი სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, გულისხმობ კოალიციაცვლებისთვის, ნაციონალური მოძრაობა და სხვებსაც, რომლებიც არ აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და სათხედავთ ამ რესურს საერთო სტრატეგიის. ნახეთ, ჩვენ ვაგრძელებთ და მათ შორის თქვენს წინა კითხვას დავუბრუნდე, ჩვენი ეთიკა არის თანამშრომლობის. ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას არ ვაქცევთ ყურადღებას. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეხლა წყდება ამ სახელმწიფოს ბედი. თუ ახლა არ მივიღებთ ყველანი ერთად სწორ გადაწყვეტილებას, ეს სახელმწიფო აღარ იარსებებს. შესაძლოა ეს არხიც ჯვარი გწერია, მაგრამ ძალიან მაღალი შანსია ავტოკრატიაში შევდივართ, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ და სხვა არხები აღარ არსებობდეს, პარტიები აღარ არსებობდეს. ამ ფონზე ჩვენ ვამბობთ, რომ ბრძოლის ყველა ველის ათვისებაზე უნდა იყოს საუბარი და მსჯელობა. როდესაც სოციოლოგია ხედავ რომ ძალიან კაფეოდ იხდება იქით. ეხლა აქ რომ 5 და 10% ყოფილიყო, საერთოდ გავხსნით ამ დებატს? არა. და საკრებულოში გვინდა არჩევნებზე მონაწილეობა? პარლამენტის მანდატები დავტოვეთ გუშინ წინ. ჩვენ რო გდომოდა ან ვინმესთან რაღაცა მარტივი ნორმალიზება სიტუაციის, ან რაიმე სხვა ხედვა ქონდა ბრძოლის და არა პროტესტი, წინააღმდეგობა და ვინმე დაგვასწრებდა სხვანაირი განწყობის მიღებას? პირველი ვიყავით ყველა ამ პოზიციაში და ძალიან თანმიმდევრული. ახლაც გვაქვს თანმიმდევრული პოზიცია. ვამბობთ, რომ ერთიანობის რაციონალური გეგმა საჭირო. ის პასუხები, რასაც ვისმენთ, არ არის დამაკმაყოფილებელი. რაღაცა სატელეფონო არჩევნები, გამოდით და ერთ დღეში გადავაგდოთ. ესენი არ არის, მეგობრებო, სერიოზული არ არის, უკაცრავად და როდესაც ამხელა რაღაც დგას სასწოლის სპინაზე, ქართული სახელმწიფო იქნება თუ არა ხვალ, თავისუფალი მედია იქნება თუ არა ხვალ, პოლიტიკური პარტიები იქნება თუ არა ხვალ. როდესაც ეს კითხვები დგას, როდესაც ეს საკითხი განიხილება, გვაქვს აქ შეცდომის უფლება, აღარ გვაქვს. იმიტომ ძალიან ბევრჯერ დავუშვით ფუნდამენტური შეცდომები. მათ შორის ძალიან ბევრჯერ იყო მომენტი, როდესაც ვერ გავიაზრეთ სწორად რეჟიმის სქემა რა იყო. იმიტომ კი არა ცუდი ადამიანებია ვინმე. არა. იმიტომ რომ არასწორად შევხედეთ ხშირად დემოკრატიულმა ძალებმა. თქვენი აზრით დღეს ივანიშვილის ინტერესში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მონაწილეობა არ შედის, ბატონო გრიგოლ? და არ შედის ბოდიში ცოტა გვიან მოდის ხმა. ივანიშვილის რეჟიმისთვის, ან ივანიშვილისთვის პერსონალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის თემა მის სცენარში არ შედის? თუ ერთიანი ფორმატი იქნება, ეს არ შედის. თუ ნაწილი უნდა გავიდეს, ან არავინ არ გავიდეს, ამისთვის ის არის მზად. საერთოდ არ აინტერესებს თუ არ გავალთ. აი გეკითხებით, თუ არ გავალთ, ამითი მარტივად შევხედოთ, რამე დააკლდება არსებითად? არაფერი და პოლიტპატიმრები გათავისუფლდება ამის გამო, რომ არ გავედით გონია ვინმე ეს? არა, მე გეუბნებით, არა. დაიგეთ, თუ არ გავალთ, ვნახავთ ყველანი ერთად. უბრალოდ შეიძლება გვიანი იყოს. შეიძლება ისეთ ფაზაში გადავიდეთ ავტორიტარიზაციის და ყველაფრის უბრძოლველად დათმობის, რომ ვეღარ დავბრუნდეთ უკან ამ ფაზიდან. და ვიდგეთ მე ერთად რა პრობლემა არის, რა ვიცი, 100 მეტი დღე იკვიდექი და ეხლა ხშირად ვცდილობ რომ სულ ვიყო და ვიდგები, ყველაზე მეტი საერთოდ სახში არ მოვალ, სულ ვიდგები თუ გინდათ. თუ მეცოდინებო პოლიტპატიმარი გათავისუფლდება და რამეს მივახცევ, მაგზით სახში არ შემოვალ, იქ ვიცხოვრებ, აგერ ეთერში ვამბობ. ვინმე მაძლევს ამის გარანტიას, რომ ეს არის ბრძოლის გზა?
მე ბრძოლის გზებს ვეძებ ჩემს კოლეგებთან ერთად. მე ვეძებ რაციონალურ გეგმას, როგორ დავასუსტოთ რეჟიმი და მე ამ გეგმას ვერ ვისმენ პოლიტიკურ პოზებს ვისმენ პოზიციებს. რომ თქვა არ შევალ ამაში, ვიქნები ასე, ეგ არის პოლიტიკური პოზიცია. მე ამორჩეველს ბრძოლის ხედვას ვერ თავაზობ საკმარისად ამით. ამიტომ გავხსენეთ ჩვენს მსჯელობა. იმისათვის რომ გამოვნახოთ ყველამ ერთად მაქსიმალური შესაძლებლობების პირობებში. რაღაც ისეთი ერთიანი გეგმა და ეს არის დაკვეთა საზოგადოებით, რომელშიც ყველანი ერთად ვიტყვით, რომ აი ეს არის ჩვენი ერთიანი გეგმა, ეს არის რაციონალური ნაბიჯები, რომელსაც დგამთ ივანიშვილის ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ბრძოლის ხერხი, მეთოდი და ინსტრუმენტი და მათ შორის უნდა გითხრათ, საერთაშორისო პარტნიორებს კითხულობენ, რომ რა ფორმით აპირებთ ბრძოლას და თუ ეს ადამიანები დაინახავენ, რომ არც ერთი ფორმით ბრძოლას არ ვაპირებთ, იცით რომ გადაიღლება ყურადღება. ეს არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ გადაღლის შანსი არსებობს. მე გეტყვით, გაბრიელიოს ლანდსბერგის პირადად უთქვამს ჩემთვის, რომ არსებობს ძალიან სერიოზული თუ ჩვენ არ ვიბლით სწორად, არსებობს შანსი, რომ ევროპული კავშირის რიგი სახელმწიფოები გადაიღალონ თქვენ კარგად მოგეხსენებათ თქვენი გამოცდილების გამო მათ შორის საერთაშორისო ველზე fatigue, რასაც ნიშნავს, ხო, გადაკანცვა თემით. და თუ ეგ fatigue მოხდა, მე ძალიან გვიანი იქნება მეგობრებო და არ თქვა სიმართლე, არ თქვა ისაც სწორი არის, რომ სულ მცირე უნდა ვიმსჯელოთ და დღეს ეგრეთ ზოგიერთ კოლეგას გაგვირვებია Facebook-ზე პოსტში ეხლა ხან ბოლშევიკურს უწოდებს იმ მენტალობას, რომელიც ამბობს არ ვიმსჯელოთ და დიახ უწოდებ, აგერ მეორე ეთერში ვიტყვი. ის მენტალობა, რომელიც ამბობს აპრიორი არ ვიმსჯელოთ, შენ ხარ მოღალატე, ეგ არის ბოლშევიკური მენტალობა. დიდი მადლობა. ბევრჯერ დაღუპა ეს ქვეყანა მენტალობამ, ძალიან ვთხოვ ყველა კოლეგას. არ გავაკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც ერთად გვაზარალებს და დაგუპავს მთელ სახელმწიფოს. დიდი მადლობა ბატონო გრიგოლ. და პატივი ვცეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ დიდი მადლობა. ეს დღეს ძალიან ცუდი რამე საქართველოს დაკარგვა.